მენატრება რომ დავინახო, დავდივარ ქუჩაში, ფეხმძიმე გოგოს ვერ ვნახა. შეიძლება გსმენიათ ესეთი აზრი, რომ ჩვენს ქვეყანაში შობადობის ზრდა ორჯერ დაფიქსირდა და ორივეჯერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. მსოფლიო ბანკისა და გაეროს ანგარიშებში საქართველოში შობადობის ზრდის რამდენიმე მიზეზს ვაწყდებით. მიზეზი პირველი. 90-იან წლებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრმა ადამიანმა შვილების ყოლა გადაავადა. ამასთან იმავე პერიოდში ქალებისთვის პირველი შვილის ყოლის ასაკი გაიზარდა. 2000-იან წლებში კი ეს დაგროვილი დაბადებები ერთიანად დაფიქსირდა. ასე მოხდა რევოლუციების შემდეგ ბევრ ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში. მეორე მიზეზად ითვლება ეგრეთ წოდებული დემოგრაფიული ეკო. 2004 წლიდან ეკონომიკა შედარებით დასტაბილურდა. მიიჩნევა, რომ როდესაც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მომავალი უფრო იმედიანი და პროგნოზირებადი ხდება, ადამიანები უფრო მარტივად იღებენ შვილის ყოლის გადაწყვეტილებას. მიზეზი 3. 2005-2015 წლებში შვილის ყოლის ასაკში შევიდა 80-იანებში დაბადებული თაობა, რომელიც რაოდენობით შედარებით დიდი იყო. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ილია მეორის 2007 წლის ინიციატივამ, რომ მესამე შვილებს თავად მონათლავდა, დიდი ალბათობით მესამე ბავშვების გაჩენის სტატისტიკაზე იმოქმედა. ამ პერიოდში მესამე და მომდევნო შვილის ყოლის სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად რთულია მტკიცება, რომ ხელისუფლების ცვლილებასა და შობადობის ზრდას შორის პირდაპირი კავშირია, მაგრამ ცხადია ისიც, რომ პოლიტიკა სხვადასხვა გზით ახდენს გავლენას შობადობაზე. კეთილდღეობისა და სტაბილური გარემოს მოლოდინში ადამიანები უფრო მეტად აჩენენ შვილებს და ნაკლებად ტოვებენ ქვეყანასაც.